ხშირი კითხვები შემოდის იმასთან დაკავშირებით, რომ მართლმოწმობას ვერ ცვლიან, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, კონვენცია შედგა, თუმცა ყველა ვერ ცვლის მიუხედავად ისა, რომ ეხა აიღეს საბუთი, რადგან ძველი შეთანხმების საფუძველზე ეს არის ნახევარი შეთანხმება პარსიალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც მართვის მოწყობის გადაცვლა უნდათ იმ მომენტში, როცა ძალაში შევიდა ეს შეთანხმება, მაშინ უნდა ქონოდათ როგორც საბუთი უკვე აქტიური, ანუ ბინადრობის უფლება ესპანეთში, ასევე მართვის მოწყობა და არა მერე, ანუ თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ეხა მე ავიღებ მერე მართვის მოწყობას და მერე საბუთს ამ პირიქით საბუთს ავიღებ და მერე მართვის მოწყობას, ესე არ ხდება. აქედან გამომდინარე, ეს მე არ ვიძახი, ამისი წყაროების შემოვლებით დაგირთოთ კონვენციის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მთლიანად არ ხდება. აქედან გამომდინარე, იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ნებისმიერი კატეგორიის სურვილის აღება, B, C, ან ასე შემდეგ, უნდა ქონდეთ 2 წლიანი ჩაწერა, აღება საბუთის და შემდგომ უკვე აქ სწავლება. აქ სწავლება თუ დაგაინტერესებთ, ასევე გვაქვს თეორიული კურსები, მე არ ვსვევ მოგყიდოთ თქვენ კურსები, უბრალოდ გიხსნით რეალურად რა სიტუაცია არის, რომ პირდაპირ გადაცვლა მართლმოწმობის ასე არ ხდება. თუ იურიდიული კონსულტაციები ან რაიმე რჩევები დაგაინტერესებთ, მაშინ შეგიძლიათ მომმართოთ მითითებულ ქვევით ნომერზე, თუ გააზიარებთ და მოიწონებთ, ძალიან დიდი მადლობა დაგვრჩებით. ბედნიერ დღეს გისურვებთ, ნახვამდის.